არ ვიცი ჩემი ალგორითმია თუ თქვენთანაც ასეთი სიტუაციაა, მაგრამ ბოლო დროს ინტერნეტში ძალიან ხშირად გვხვდება თინუსის რეცეპტები. მინდა გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი თინუსის სალათის რეცეპტი, რომელიც რაც მთავარია ძალიან მარტივია, სასარგებლო და ჯანსაღი. ჯამში გადამაქვს თინუსი. ვუმატებ მოხარშულ ლობიოს, შეგიძლიათ დაკონსერვებული, შეგიძლიათ ახალი ლობიო, რომელიც სწრაფად იხარშება. აქ მაქვს წვრილად დაჭრილი ხახვი და კიტრი, რომელსაც ასევე დავუმატებ ლობიოსა და თინუსს. თინუსთან ძალიან მიყვარს მჟავე არომატები და შესაბამისად ყოველთვის ვამზადებ ან მჟავე კიტრით, ან მწვანე ზეთისხილით, რომელსაც ასე მრგვალ წვრილ ნაჭრებად ვჭრი ხოლმე. მჟავე არომატი განსაკუთრებით უხდება თინუს რაღაცნაირად თევზის გემოს ანეიტრალებს. შემდეგ ვუმატებ სალათის ფურცელს, ზეითუნის ზეთს, ვაწურავ ლიმონს და ვაყრი მარილს. ნახეთ უბრალოდ რა ფერებია. ასეთი სიფერადე და გემრიელობა გამოდის ჩემმა ერთმა subscriber-მა YouTube-ზე დამიწერა, რომ სიგემრიელი არა, გემრიელობაო და მაგის მერე ვითვალისწინებ. ვცდილობ გავითვალისწინო, თუმცა სიგემრიელე უფრო გემრიელად ჟღერს. რა თქმა უნდა უგემრიელესი, ეს როგორ შეიძლება რომ იყოს უგემური. ნახეთ. და ისეთი სალათა არის სამსახურშიც, რომ მარტივად წაიღებ lunchbox-ით. თან ეს ლიმნის წვენი და მჟავე ზეთისხილი, შეგიძლიათ მჟავე კიტრითაც ჩაანაცვლოთ, მე მგონი უკვე გითხარით, ძალიან ანეიტრალებს თევზის გემოს და ისეთი თევზური აღარ არის, ასე რომ მაგის ნუ შეგეშინდეთ.